მადლობა რომ ხვდებით ერთმანეთს. დღეს ნიკოლოზოვა გილოცავთ ყველას. ნიკოლოზოვა ორჯერ აღინიშნება და ერთი ძალიან ტრაგიკული იყო ქუთაისისათვის. მე ძალიან მინდა რომ საერთოდ ნიკოლოზოვა და ყოველი დასასწავლი რელიგიური მხოლოდ ბედნიერების ფონტანი იყოს მთელი ქალაქის, მთელი ქვეყნისა და ყველა ოჯახისათვის. დღეს მე ვაცხადებ საარჩევნო კამპანიის დაწყებას. და ვიბრძოლებ ჩემს მეგობრებთან ერთად ქალაქის მერობისათვის. რატომ გადავწყვიტე? რატომ ვიწყებ ასე გვიან და რატომ ვიწყებ საკუთარ სახში? მე ამ კითხვებს მინდა გავცე პასუხი, დღეს პროგრამის წარმოდგენას არ ვაპირებ. მე დიდი პატივისცემა მინდა დავადასტურო ჟურნალისტების მიმართ. ვინ როგორ იქნებით განწყობილი ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიცი რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა პოლიტიკოს უნდა გქონდეს ძალიან კარგი. პოლიტიკოსი რომელსაც ჟურნალისტებს ეშინია ის ამ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და ჟურნალისტი რომელსაც ეშინიათ არც ეს გონია რომ კარგია, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის შიში არ ვიქნებით. დავიწყებ იმით რომ რატომ ვაკეთებ ამას საკუთარ სახში. ეს ჩვენი საგვარეულო სახლია. არაერთი და ორი ათეული, რამდენიმე ასეული წელია ჩვენი წინაპრები ცხოვრობენ აქ ამიწაზე. წინაპარი მე არავინ არც ხელისუფლებაში მყოლია და არც რომელიმე პარტიის წევრი, არც დედისა და არც მამის მფრენი. ბედნიერი ვარ რომ აი ამ სახლში, მამაპაპისეულის სახლში 1960 წელს დავიწყეთ ამ სახლის მშენებლობა, დაიწყეს ამ სახლის მშენებლობა და რომ ამ სახლში ვატარებ. და მინდა ვთქვა რომ დედამიწის ზურგზე ამ სახლს გარდა სხვაგან არაფერი არ გამოჩნია. ამ სახში ვატარებ, იმიტომ რომ ნახეთ, რაც ვარ, ეს ვარ და რომ წავალ ქალაქის მერობიდან ვამირჩევენ თუ ამირჩევთ, აი ასევე მოგიწევთ ყველას და გეტყვით, რომ რითაც მოვედი, იმით მივდივარ. ამის გარდა ორი პატარა ოთახია, მოუწესრიგებელი, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, რას წარმოადგენს ჩვენი სიმდიდრე. მე ვამბობ, რომ ჩემი სიმდიდრე არის ის, რომ საკუთარი თავით დავდივარ. ამაზე დიდი სიმდიდრე მე არ გამაჩნია. უბედურება ნებისმიერი პიროვნებისათვის ვინც ხისი თავით დადეს. ერთი ვიცი, თავარი რომ ქუთაისს უნდა ყავდეს ქალაქის მერი, რომელიც საკუთარი თავით დადეს. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, სხვისი გზნობებით და საკუთარი აზრებით. დიდი მეცნიერებით უნდა ხელმძღვანელობდეს და ისე მუშაობდეს. სხვა ჩვენ არც უფლება გვაქვს და არც ვერც წარმოვიდგენთ, რომ სხვანაირად შეიძლება ვიყოთ. რატომ ვიწყებ გვიან? გვიან ვიწყებ იმის გამო, რომ როცა განცხადება გავაკეთე, მაშინ ვთქვი, რომ მე დაველოდები ვინ შეიტანს წინააღმდეგებს განცხადებას და იმ ხალხმა, რომელთაც ჩემთან ჰქონდათ სურვილი შეხვედრების შეხვდნენ, მითხეს მირჩიეს, მე მათ ვუთხარი, რომ თუ თქვენ მეტყვით, რომ ვინმე კარგი არის ისეთი, რომელსაც შეუძლია თქვა აი ამ ეტაპზე, კარგი ყველაა, მაგრამ ვისაც შეუძლია ამ ეტაპზე ან ძიმე მომენტში აწიოს ეს ტვირთი, მე მას დავუჭერ მხარს და მე არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ თქვა აი ამ შემთხვევაში ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში. მე მათთან მქონდა ესე წინააღმდება, რომ მე ჩავეხმარებოდი გვერდში გავიდი. და ამიტომ ვიწყებ ძალიან გვიან ამ საარჩევნო კამპანიას. ყველა იმ პიროვნებასთან 150 კაცზე მეტია, ვისთანაც მე ადრე მქონდა საუბარი, ხოლო ადგომის დღეებში ალბათ უამრავ ადამიანს, ათასობით ადამიანს შევხვდი, 1000-მდე ადამიანს შევხვდი და ყველას განწყობა რომ მოვისმინე, ეს არ იყო მარტო თავარი იმისათვის, რომ მე მეყო გადაწყვეტილება, რომ მე ვარ კენჭი. მე უბრალოდ გითხარით, რომ გვიან ვიწყებ იმიტომ, რომ პრაქტიკულად მომესმინა სხვების პროგრამები და მენახა ვინ იყვის კენჭს. განსხვავება რა არის ჩვენს პროგრამებში? ყველა კარგია, ყველასადმი დიდ პატივისცემას ვადასტურებ. განსხვავება არის ერთი, ისინი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. მე ვამბობ, რომ ქუთაისში ჭირდება მერი, რომელიც შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ქუთაისში შეუძლია. ეს სხვადასხვა. როცა ადამიანი ამბობს, მე რაც შემიძლია გავაკეთებ, ეს კარგია, პატიოსნებაა. მაგრამ მე ვლაპარაკობ, უნდა იცოდე, რა შეუძლია ქალაქს, ეს არის ინტელექტუალური ქალაქი, ეს არის საუნივერსიტეტო ქალაქი, ეს არის დიდი კულტურის, დიდი ხელოვნების, დიდი მეცნიერების ქალაქი. ეს არის ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქალაქი, უნდა მოკრებილი იყოს ყველაფერი ის, რაც შეუძლია ქალაქს და მერი უნდა იყოს ის, ვისაც შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს მთელი პოტენციალი, რაც ქალაქს შეუძლია. მე მზად ვარ ვიკამათო ჩემს მეგობრებთან, ჩემს კოლეგებთან
პატივისცემას კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ვამბობ, რომ მე მგონია, რომ დღეს სწორედ თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენს მხარეს ვარ. თუ არა და დღეს ქუთაისში ჩნდება მერი, რომელსაც ამ ქალაქის პოტენციალის მოქმედებაში მომავალში. რომელმაც იცის სრულად მთელი ქალაქი, იცის ყველა თაობა, აერთიანებს თაობებს, არ აპირისპირებს. არ მოდის იმისათვის, რომ ანგარიშსწორება გააკეთოს, არ მოდის იმისათვის, რომ აგრესიული პოლიტიკა გააკეთოს. მე არც ანგარიშსწორებისთვის მოვდივარ, არც აგრესიული პოლიტიკით მოვდივარ, არც აგრესიული საარჩევნო კამპანიით მოვდივარ. მე ჩემს საარჩევნო კამპანიას ვამყარებ სიყვარულზე, ვიცი რომ სიყვარული აერთიანებს და სადაც სიძულვილია, იქ უბედურება ტრიალებს. მე ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ვინც არ უნდა იყოს, ყველას ვეუბნები. სიძულვილის კენჭი რომ ესრულოთ, სიყვარულის დოდს დაგახვედრებთ. ეს იქნება ჩვენი დიდი ფორმულა ყველასთან. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიწყებ რა ქუთაისში საარჩევნო ძალიან დიდ კამპანიას. მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, თუ ვინმე ჩემზე გულდაწყვეტილი იყო ბევრი რამის გამო, მე ვუხდი მას ყველაფერი ამისათვის ბოდის, თუ ვთქვათ ეს მე არ ვითხოვ მისგან ანალოგიურს, თუ ვინმე მიაკეთ მაწყენინა. ჩვენ გვჭირდება დღეს ქუთაისში პირველი ეროვნული იდეით გაერთიანება და მთელი საქართველოსათვის დიდი მუხტის მიცემა, რომ მთელი საქართველო გაერთიანდეს ეროვნული იდეით. რაც საქართველოს პარლამენტმა, ქუთაისში მდებარე პარლამენტმა მიიღო ბოლო პერიოდში გადაწყვეტილება, ეს არის ტყვია ესროლო ეროვნულობას, ქართულ ცნობიერებას. მინდა ყველას ვინ იზიარებთ, ვინ არა, ანალიზზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ ყველაზე მეტად დღეს უჭირს ქართულ ცნობიერებას, ეროვნულს, საქართველოს ვერ ექნება მომავალი დიდი ეროვნული გაერთიანების გარეშე. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ იდეას ეროვნული იდეით გაერთიანების. 26 მაისი მოდის და 26 მაისში ყველას ვთავაზობთ, რომ შევხვდეთ ქალაქში, ვინ მოწინააღმდეგეები, მე არავის მოწინააღმდეგე არ ვარ. მე აბსოლუტურად არავის არ ვთვლი, რომ ვინმეს მოწინააღმდეგე ვარ და არ ვთვლი ისინი ჩემი მოწინააღმდეგეები არიან. მე არავის წინააღმდეგე არ ვარ. მე ვიბრძი ქუთაისისათვის. ეს განსხვავებულია ჩემთვის. ვიბრძი ქუთაისისათვის და ყველას ვეუბნები, რომ 26 მაისი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ერთიანობასთან, დიდი მეფეც ელაჩია, ყველანი მოწინააღმდეგეებად ვთვლით თავს, რას ვთვლით? მე ვლაპარაკობ კანდიდატებზე, ეს გუშინ მქონდა ჩვენ საუბარი ჩვენს მეგობრებთან შტაბში და საერთო გაზიარებული და საერთო პოზიცია, ჩვენ ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, მაგრამ დღესვე ვთავაზობთ ჩვენ ერთ მთავარ ფორმულას, რომ ქუთაისის მთავარი ამოცანაა ეროვნული იდეით გააერთიანოს არა მარტო ქალაქი, გააერთიანოს საქართველო. დალეწოს პოლიტიკური და პარტიული საზღვრები. პარტიული სამთავროებად რომ არის დაშლილი დღეს საქართველო. მე არ ვიქნები პარტიული მერი, მე არ ვიქნები რომელიმე პოლიტიკური ძალის მერი. ეს არის ბედნიერება, რომ ამას იზიარებს თქვათ ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც თქვათ ჩვენ ვართ და როდესაც გქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან, განსაკუთრებით ქართულ კრებაში, ეს პოზიცია იქნა გაზიარებული და თქვა, რომ ქართული კრება იღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ მე მან მომცა რეკომენდაცია ქუთაისში მეყარა კენჭი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ერთიან ოპოზიციას ქალბატონ ნინო გურჯანაძეს, რომ როდესაც თეთრებს ჩვენ უარი გვითხრეს, წარმოიდგინეთ, რომ უარი გვითხრეს, რომ რეგისტრაციაზე, რადგან მე მინდოდა, რომ ქუთაისში მეყარა კენჭი, არა პარტიას ეყარა კენჭი, არამედ თეთრებს წარმოედგინეთ და მეყარა კენჭი, მაგრამ აი ბოლო მომენტში რომ შევიტანეთ, გვითხრეს, რომ 500 ხმა გაკლიათ 25000-ზე და ჩვენ თუ 27000 სიხმა თუ მივიტანო 27300 ეხლა 500 ხმა რა იქნებოდა რომ ვერ მოაგროვებდით, მაგრამ არ გამართობთ ამაზე, არ მოგწეს ამის საშუალება და იმის შემდგომ, როდესაც სახალხო კრება შეიკრიბა და ქალბატონმა ნინო გურჯანაძემ არასაპარლამენტო ოპოზიციამ შემოუთავაზა ეს, მე დიდი სიამოვნებით მივიღე და ვთქვით, რომ მე არ მაქვს რაიმე პასუხისმგებლობა ან პარტიების წინაშე, ისევ როგორც პარტიებს არ აქვს ჩემს წინაშე პასუხისმგებლობა, მაგრამ ქალბატონ ნინო გურჯანაძეს და მე შტაბს ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ქუთაისის წინაშე. საერთოდ უნდა დამთავრდეს პირადი ერთგულებები და მე თავშივე ვაცხადებ. ქუთაისის მერად არჩევის შემთხვევაში მე არ ვიქნები ხელისუფლების ერთგული. მე ვიქნები ქუთაისის და საქართველოს ერთგული. მე ვიქნები ეროვნული იდეის ერთგული. მე ვერ წარმომიდგენია მერი, რომელიც ვინც არ უნდა იყოს ის, რომელიც რომელიმე ხელისუფალის ერთგულია. მე ვერ ვიქნები ვერც ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ვერ ვიქნები მე ვერც ბატონი მარგველაშვილის ერთგული, ვერ ვიქნები მე ვერც ბატონი ღარიბაშვილის ერთგული, უფრო პარლამენტის და მისი იმის ერთგული ვერ ვიქნები, იმიტომ რომ გადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდა მძიმე მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. მაგრამ მე ყველას ვეუბნები, რომ მე თქვენი ერთგული არ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ქუთაისის და ვიქნები საქართველოს ერთგული. რომ ქუთაის დღეს დასავლეთ საქართველოს ძალიან დიდი როლის შესრულება შემოძლია. ჩვენ ამ იდეით რომ ვართ, იმიტომ მოვედით დღეს აი ასეთი შემადგენლობით, რომ ბატონი ზურაბ ხასია გახდათ ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი.
და ეს ჩამოვიდა ზუგდიდიდან, თბილისში ცხოვრობს, მე ჩამოვიდა, ძალიან სერიოზული შეხვედრები ჰქონდა და დიდი მადლობა ყველას, მეც ვიყავი რამდენიმე ხნის წინ. მე ასეთი მხარდაჭერა, რომელიც თქვენ იგზენით, მე ვიგზენით და რაღაც ისეთი ვერც კი წარმომედგინა, ისევ როგორც აჭარაში, ისევ როგორც თბილისში. როდესაც ბატონი რეზო ჩხეიძე ამბობს, რომ თუ შენ აგირჩევენ ქალაქის მერად, მე გადმოვალ საცხოვრებლად ქუთაისში და კინოსტუდიას რეზო ჩხეიძის სახელობის და ჯარისკაცის მამასთან დაკავშირებულს გავხსნი ქუთაისში, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ ყველა ქუთაისელისათვის. როდესაც დიდი განწყობა აქვს ცნობილ მეცნიერებს და ის განწყობა დამოკიდებულება, რომელიც ბატონ მერაბ ბერძენიშვილს აქვს, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა მსოფლიოში ცნობილი ასეთი ხელოვანი, ასეთი მხარდაჭერის ტიპოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ ვიმეორებ, რომ ჩვენ დღეს რეალურად საუბრობთ არა პროგრამაზე, მაგრამ მე გითხარით თავარი, რომ ეროვნული იდეით გაერთიანება საქართველოსი. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი დღეს და ესე იგი ის რაც ღირსება უნდა დაუბრუნდეს ყველა ადამიანს, ყველა ოჯახს, რომელიც წარწმუნებულია და ჩვენ ყველას გადმოგცემთ შემდგომ ეგერ შედგენილი დოკუმენტი მეცნიერებთან ერთად, რომელსაც ღირსება აწერია, ადამიანებს ღირსება წაართვეს ქვეყანაში, იმიტომ რომ აქციეს ესე იგი დახმარებების მიმღებად და არა იმათ, რომ ვთქვათ რამე საქმე აკეთოს და ასე შემდეგ. ჩვენი პოზიცია გითხარით, რომ ჩვენ მუშაობთ სრული პოტენციალი რომ მოვიდეს მოქმედებაში. მე ძალიან ბევრ მეცნიერებთან, პიროვნებასთან მქონდა საუბარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილებას როდესაც ვიღებდი და ძალიან ბევრმა მთხოვა რომ დაბრუნებულიყავი ქალაქში, ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახდა ბატონი ლაშანიკავაც. მე ძალიან მიხარია რომ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ჩვენს ერს ყავს ასეთი პიროვნება, ასეთი მომღერალი. მე არ ვიცი ახლა რამდენიმე პიროვნება ალბათ, მაგრამ სოფლიოს ელიტარული ვინც არიან ცნობილი მომღერლები და საოპერო თეატრები ყველგან იმღერა ამ პიროვნებამ ლასკალაში და იტალიიდან მესაუბრαμε მაშინ და მითხრა მე მას უთხარი რომ კი მაგრამ მე წამოვალ მაგრამ შენ რას იზამ მე ჩამოვალ ქუთაისში და ვიქნები შტაბში და ყველა მე დიდი მადლობა მინდა უთხრა მას ამისათვის რომ ბატონი ლაშანიკაბაძე ჩამოვიდა იტალიიდან და ნუ ალბათ ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ჩვენი შტაბის, ჩვენი დამოკიდებულების აი ამ საარჩევნო პროცესში იქნება აი ესეთი ცნობილი პიროვნება, ესეც მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაგისურს. მე ძალიან მიხარია რომ პიროვნებამ, რომელიც ბატონი ირაკლი კინძურაშვილი, რომელიც თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, თანამშრომლობს ალბათ არც უნდა გაწყვიტონ ჩვენ არა ვართ პარტიული და პოლიტიკური ძალები, ბატონი ირაკლი კინძურაშვილი, რომ პროფესორი, დოქტორი ჩვენი უნივერსიტეტის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად და ნუ აი ამ საკითხში ძალიან ბევრმა მეცნიერმა დაგვიჭირა ჩვენ მხარი და ძალიან სასიამოვნოა ეს. მე ძალიან მიხარია რომ აი შტაბს, რომელიც ქუთაისშია შექმნილი, ისეთი პიროვნება, მეცნიერი, კარგი ოჯახის შვილი და მართლაც მოაზროვნე კაცი, სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, ბატონი დავით ციტაიშვილი ხელმძღვანელობს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მე დიდი ურთიერთობები ადრე არ მქონდა, მე ოჯახს ვისაც ვიცნობ, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი პიროვნება არის სათავეში. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი, ძალიან საინტერესო ადამიანები. ჩვენ რამდენიმე ჩამოთვალეთ დღეს, აი ბატონი გია სიხაროლიძეა, რომელიც აი როგორც იყვნენ, კეთით საცად არის ქუთაისში, ეს იცის, დაბადებული გაზრდილი თავისი ოჯახით და სასიამოვნოა რომ ჩვენ სამი შტაბი გვექნება, ერთი შტაბი ამ სახში იქნება, მეორე შტაბი მის სახში იქნება, ბატონი გია სიხაროლიძის იგი ჩვენი პარტიის წევრია და გოგებაშვილის ხანომერში იქნება ეს და ისევე როგორც შტაბი, რომელიც განთავსებულია თეთრხიდზე ცენტრალური შტაბი, რაც არის პარტიის და კოალიციის მთლიანად, აი იქაც იქნება ჩვენი შტაბი. ნუ ამ ეტაპისთვის როგორც ვართ შეთანხმებული. ჩვენ ვამბობთ რომ რა უნდა, რატომ რომ გადავწყვიტე, მე ამას კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ როდესაც მე ბევრი პიროვნება მეუბნებოდა იმას რომ აი საჭიროა რომ ჩამოხვიდეთ და რაღაცა დავდგეთ ერთად, მე ყველას პასუხობდი ერთ რამეს რომ რა საშუალებებია, რა ძალებია, მე დავიწყე იმის შემდგომ ანალიზი. რა მდგომარეობაა. თქვენ გეკნებათ საშუალება და მეც მეკნებათ საშუალება ხალხთან შეხვედრის და მინდა გითხრათ რომ ვიდრე თქვენ ან ნებისმიერი ფიქრობს იმაზე უარესადაა მდგომარეობა, არა მარტო ქუთაისში, მთლიანად საქართველოში, ქუთაისში კარგად არასდროს არ ყოფილა და მე არ ვამბობ იმას რომ რაღაც საუცხოოდ იყო და ეხლა დღეს გაგვიჩნდა ეს პოზიცია არ აქვს. პირიქით, ძიმე მდგომარეობა იყო, რთული მდგომარეობა იყო ყოველთვის, მაგრამ ღირსება ადამიანის იყო ყველაზე მეტად წამოწეული წინ. დაჭირების დროსაც კი ღირსება იყო დაცული ადამიანის. დღეს ხელისუფლება გახდა ხალხის უფროსი, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახუროს. ეს არის შესაძლებელი. ჩვენ პირველი რასაც გავაკეთებთ, ვიტყვით იმას, რომ ჩამოგზავნით ბატონებო მანქანებიდან, მერიას და საკრებულოს არც ერთი მანქანა არ ეყოლება, იქნება ერთი მორიგე მანქანა, ვივლით ავტობუსებით, ვივლით ტროლეიბუსებით, ვივლით ფეხით
გამოძახებაზე იქნება ტაქსი, მაგრამ ნუ დააჯექით ხალხს და ქვეყანას თავზე და მილიონები ნუჯდება თქვენი შენახვა. ყველაზე იაფი ხელისუფლება საქართველოში თუ უნდა ამ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება იქნება ქუთაისში. ყველაზე იაფი. მე ამას ვამბობ დღეს, იმიტომ რომ ქალაქის მერი ვიყავი 4 წლის განმავლობაში და თბილისში რომ დავდიოდი, რომ არ გადავეხადა ჩვენ სასტუმროში ფული, მეგობრის ოჯახში ვცხოვრობდი. ეს სახელი არ ამბობს სხვაგან. მეგობრის ოჯახში რომ მერიას ფული არ გადაეხადა. მე ვნახე ეს ანალიზები, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს პრემიები აქვს მიღებული, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მე არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ავეჯები აქვს შეძენილი, არ ვსაუბრობ დღეს ამაზე, მე არ მინდა დავიჯერო, რომ მანქანებში ეს ფული აქვს გადახდილი, მე მინდა რომ ის რაც დოკუმენტები მე მაქვს იყოს ტყუილი. იმიტომ რომ ქუთაისს არ ეკადრება ის, რაც მე ვნახე, რაც დავინახეთ, ეს არის კატასტროფა. ერთი რასაც ჩვენ ამას გავაკეთებთ დასაწყისშივე. მეორე რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, რომ 3 თვის განმავლობაში ქალაქის მერად არჩევიდან ჩვენ ვეტყვით ცენტრალურ ხელისუფლებას. ვისი წილებია ქუთაისში და ვის უჭირავს ქუთაისში ბიზნესი. ვისია სადგურის მოედანი, ვისია ტელმანის ქუჩა, ვის რა ბიზნესი აქვს აქ და რას წარმოადგენს. ჩვენი ამოცანა იქნება ბიზნესისაგან განთავისუფლდეს ხელისუფლებისაგან განთავისუფლდეს ბიზნესი. ჩვენ ვამბობთ ძალიან კარგ ფორმულას. ჩვენ მოვდივართ იმ განწყობით, რომ პატივისცემა იყოს უფროსი თაობისადმი, ხელის გულზე ვყავდეს მასწავლებელი, მეორე ხელის გულზე იყოს მეწარმე, მოაზროვნე ადამიანები, მეწარმე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილს და უხმოდრეკილი ვემსახუროთ ბავშვს. ეს არის ჩვენი ფორმულა, ქუთაისში ვითაც ვიწყებთ ჩვენ მუშაობას. სხვანაირად წარმოუდგენელი ეს. ის, რასაც მეწარმეებს უკეთებენ და რა წილებში ძიან მეწარმეებთან. მეწარმე იქნება დაცულზე დაცული და მეწარმე იქნება განთავისუფლებული მერისგანაც, მისი მოადგილეებისგანაც, დეპუტატებისგანაც და კიდევ ხელი მეორე, თქვენ თვალყავზე დაგიდგებათ ქუთაისში, როდესაც გაიგებთ ვის რა ბიზნესი აქვს. ყველაზე მეტად ჩვენ ეს ხალხი გვებრძვის დღეს, ყველაზე მეტად ეს ხალხი იკრიბება, ფულსაც აგროვებენ და ატრიალებენ ძალიან სერიოზულ იმას, რომ როგორმე ჩვენ არ გავიდეთ. მე ხმამაღლა ვეუბნები ყველას ქუთაისში, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია იქნება ქალაქში. რაც მეტი ფული დაიხარჯება, მით მეტი სიღარიბე იქნება არჩევნების დროს, რაც მეტი ფული დაიხარჯება, მით მეტი კორუფცია იქნება, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი სიღარიბე იქნება. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს. ხელისუფლება არის ის, რომელიც აკეთებს იმას, რომ ეს შეურაცხმყოფელი დღეს ქართველი კაცისათვის, ბრძოლა არსებობისათვის. ჩვენც ყველანი დღეს 90% საქართველოში იბრძვის არსებობისათვის. ეს უნდა დამთავრდეს და ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ შეიცვალოს ეს და დაიწყოს ბრძოლა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. ჟურნალისტმა საკუთარ თავს გაუკეთოს რეალიზაცია, ის ვინც ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ლოზუნგი როცა აქ არის ჩამოყალიბებული ასე, რომ ეს არის ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი. მე არ შევიცვლე ამ პოზიციას. გინდათ ამირჩიეთ, არ გინდათ ნუ ამირჩიეთ. მე არავის არაფერს არ ვახვეწები. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ჩვენ ახლა არ ნახულად გჭირდებით ერთმანეთს იმისათვის, რომ ქუთაისიც გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ქუთაისმა დიდი ზარი შემოკლას მთელი საქართველოსთვის. მე არ ვიზიარებ რაღაც სხვადასხვა იმას, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას ამბობს და ზოგი რას ამბობს და ამას. მე ვიცი, გადარჩენა სად არის ქუთაისის. ქუთაისის გადარჩენა არის იმაში, რომ დღეს სახელმწიფო მიიღოს გადაწყვეტილება და ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს მხოლოდ ქუთაისში ერთი უნივერსიტეტი. 15-20,000 სტუდენტით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს თავის ფილიალი კონდეს, თავისი განწყობით იყოს სოხუმის უთროუკული მეურნეობის უნივერსიტეტი სამარცხვინო ეზო გაერთიანეს სხვასთან და დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქუთაისი უნდა იყოს ინტელექტუალური ბიზნეს ქალაქი. მე ხმამაღლა ვამბობ, ჩვენი ქართული სამზარეულო ეს არის ინტელექტის შედეგი და ვინმეს თუ გონია ინტელექტუალურ ბიზნესს ულაპარაკობ, ჩვენ სხვა რამეზეა საუბარი. ეს არის სწორედ ადამიანის გონებაზე, ყველაზე რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს. ნებისმიერი ადამიანი თუ არ გააქვს მას ჯართი საქართველოსთან, არ გააქვს ხეთყე საქართველოსთან და არ გააქვს ჩვენი ნედლეული საქართველოსთან, ყველა ბიზნესი არის ინტელექტუალური ბიზნესი. ჩვენ უნდა დავამთავროთ საქართველოში და ნედლეულის გატანა. და აი ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ზარი შემომკრული ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ქუთაისში არ უნდა შემოვიდეს ის პროდუქტები, რომელიც შემოდის. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ ამერიკაში ბარკლარის მიღება არ შეიძლება, საქართველოში ყველაზე მთავარმა ფიგურამ, ვინც ამერიკიდან ჩამოვიდა, ბარკლის ბიზნესი ჩამოვიტანა საქართველოში. ამერიკელები არ ჭამენ ბიზნეს, ბარკლს
საქართველოში ბარკლის ბიზნესი შემოიტანეს. თურქეთში, ანკარასა და სტამბოლშიც კი აკრძალულია ბარკლის მიხედვით, რომ ყველაზე დიდი ავადმყოფობები არის საქართველოში თურქეთიდან ყველაზე დიდი სწორედ კვერცხისდებელი ქათამი და ბარკლის ბიზნესია. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჩვენ ვეუბნებით იმას. ამაში ყველაფერში არის წილები, ხელისუფლების წარმომადგენლების. თქვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. რა დეპუტატებს, ვინ დეპუტატებს, ვინ მილიონების შოვნა უნდა და ისოვ, ერთი კაცი რომ ყოფილი ყოს კიდე არ აუშავს. ერთი კი არა ათეულობითაა ესენი, რომლებმაც რეალურად პარლამენტს ერთხელ არ მიუწია თავმჯდომარეს და სწორებს რომ დამჯდარიდნენ და ქუთაისის პრობლემები მოესმინა. და ამ დროს ესე იგი რეალურად ესე იგი შეძლეს ბიზნესმენებმა ის რომ ვინ სად და ვინ სად უკვე ბიზნესი დაიჭირა ხელში ქუთაისში. ჩვენ ამ ხალხს ყველას ვეთქვით რომ თქვენ სისხლს სწოვთ ქუთაისს, თქვენ სისხლს სწოვთ საქართველოს. ჩვენ არავის არ უპირისპირდებით. ჩვენ ვეუბნებით ამას გამოკვეთილად. მე როდესაც ეს ანალიზი გავაკეთე, დავინახე რომ თქვენ ნახავთ ამ დღეებში ციფრები გამოქვეყნდება, რამდენი პური იყიდებოდა წონაში. თქვათ 1 წლის, 2 წლის, 3 წლის შემდგომ და რა იყიდება დღეს. თქვენ იცით ეს მაჩვენებელია რამდენი ადამიანია ქალაქში. ეს პრაქტიკულად დაიცალა ქალაქი. რეალურად ამ მდგომარეობაში. ვისაც მე ვხვდები არქიტექტორებს ვესაუბრებ, გუში, არც ერთი არქიტექტორი ქალაქში არაფერს არ წყვეტს. ვეუბნები, რა მაგაშენებინათ ესენია, ვინ კითხა? ჩანოდის ძალიან კარგი პატივისცემი ისრაელიდან ისა, მაგრამ ისრაელში კლდეებია, ხი არ არის, ტყე არ არის და აქაც ჩამოგვიდანა კლდოვანი ისინი და გონია რომ ასე უნდა იყოს და ასე შემდგომ. ანუ ბუნებრივი სახე დაუკარგეს ქალაქს. ყველა ფუნქცია წაართვეს ქალაქს. უნივერსიტეტის რექტორს არავითარი ფუნქციები არ აქვს, სამსახურებს არავითარი ფუნქციები არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ მოვდივართ არა იმისათვის, რომ გავმდიდრდეთ. ჩვენ მოვდივართ არა იმისათვის, რომ სახელი მოვიპოვოთ. ჩვენ მოვდივართ იმისათვის, რომ დავიკაბიცოთ ხელები და ყველას უთხრათ. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ნუ ფიქრობ ჩემზე, იფიქრეთ ქუთაისზე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით ქუთაისისათვის და ვიმეორებ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მთელი ინტელექტუალური პოტენციალი, შესაძლებლობები, ადამიანური რესურსები, ყველაფერი რაც გააჩნია ქუთაისს მოვიყვანოთ მოქმედებაში. მე როცა შემომთავაზეს, რომ ყოფილიყავი თბილისის მერად მეყარა კენჭი, მე მათუთხარი რომ მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ქუთაისში ამას შეხვდებიან ძალიან ცუდად, თბილისშიც არასწორია რომ მე ვიყარო კენჭი, მაგრამ ვამბობთ რამეს. ძლიერი თბილისი, ძლიერი ქუთაისის გარეშე, ძლიერი თბილისი არ არსებობს, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე, ძლიერი საქართველო არ არსებობს. აი ეს არის ფორმულა, რომლითაც უნდა წავიდეთ წინ. მე ცოტა მეც მაგო გუშინდელმა რუსთავი ორის გადაცემამ დამაფიქრა ძალიან და ეს მინდა გამოკვეთილად თქვა და ამით დავასრულე. მე იმას არ ვამბობ, რომ აი როგორც ლაპარაკობენ ახლა თქვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა პარლამენტი. იყოს თუ არ იყოს აქ. რაც თქვი თავიდან ვამბობ იგივეს. მიხეილ სააკაშვილი წავიდა წინააღმდეგ რომ ქუთაისში ყოფილიყო უზენაეს სასამართლო. ჩვენ შაუმიანის ქუჩაზე უზენაეს სასამართლოს შენობა აღვადგინეთ, გავაკეთეთ და გვიდოდა რომ უზენაეს სასამართლო გადმოსულიყო. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მითხრა, ეს გამოიწვევს დაპირისპირებას ქვეყანაში და ეს გამოიწვევს კუთხეებად დაყოფა საქართველოს. თვითონ შემდგომ პარლამენტი ააშენა. მე მას უთხარი. მაშინ მიწერე წერილი გამოვაქვეყნე. 500 მილიონი გიჯდებათ. 500 მილიონი მიეცეთ ქუთაისს ბიზნესისათვის, საუნივერსიტეტო ქალაქისათვის და თქვენ ნახავთ უძლიერეს ქუთაისს, კულტურის, ტრადიციების ქუთაისს, მეცნიერების ქუთაისს, საუნივერსიტეტო ქუთაისს, ბიზნესის ქალაქს. გააკეთეს სხვა. ამიტომ ვიმეორებ, ჩვენ გვჭირდება არა პარლამენტი, არამედ საუნივერსიტეტო და ბიზნესის ქალაქი. თუ ხელისუფლება მზად არის, 500 მილიონი გაიღოს იმისათვის, რაც ჭირდება, წაიღოს პარლამენტი სადაც უნდა. მაგრამ ქუთაისში უნდა შეიქმნას 10,000 სამუშაო ადგილი და ქუთაისში უნდა გაკეთდეს დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი. ეს იყო გუში რა ჩვენ თქვით. დიდი მადლობა. ვაჩი. ხო, სადა მაგიდით წინი ხო, რა თქმა უნდა. სადა ხა, ვთქვით რომ ვესაუბროთ რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტები, რატომ გადაგიჭირეთ ქუთაისზე მამუჩა არის თქვენ და არა სხვა პოლიტიკურ ძალას. ეს ძირითადი მესიჯები რომ გავუსვამოთ. მინდა გითხრათ ერთი რამ, მე ვთქვი უკვე მთავარი. ქუთაისის მომავალი არის საუნივერსიტეტო ქალაქი და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი. მე სხვანაირად ვერ წარმოვიდგენია. ამ წინადადებაში არის უნივერსიტეტი, ამ წინადადებაში არის ინტელექტი, ამ წინა ის ვითაც იყო ყოველთვის ძლიერი ქუთაისი. ვისაც არ უნდა გითხრათ, ჩვენი წინაპრები, დავით აღმაშენებლის ფორმულა, ეს ჩემი მოგონილი არა, საკედან მოდის. აგერ შექმნა აკადემია ჩვენთან გელათში და იცით რომ ამის. ამიტომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს გარდა დავით აღმაშენებლის გზისა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რა არის, მე ვამბობ, რომ ჩემი მოქმედების და ჩვენი გუნდის უნდა იყოს ასეთი. პატივისცემა უფროსთაობას,
ერთ ხელის გულზე განათლებული ადამიანი და მასწავლებელი, მეორე ხელის გულზე მეწარმე, რომელიც სამუშაო ადგილს ქმნის და აი მართლა ხელის გულზე უნდა ვყავდეს ერთიც და მოაზროვნე და ინტელექტის ბიზნესის წარმომადგენელი და მესა ბავშვის მიმართ უნდა ვიყოთ მუხლმოდრეკილი უნდა ვიმსახუროთ ბავშვს. მე განსხვავება ჩემი და სხვების პროგრამების არის ერთადერთი. მე ვამბობ რომ სხვები ლაპარაკობენ რომ რაც შეგვიძლია იმას გავაკეთებთ. მე ვამბობ რაც შეუძლია ქუთაისი იმის გაკეთება რომ თქვა. ქუთაისი არის ძლიერი ქალაქი, ინტელექტუალური ქალაქი და ხელისუფლებას თუ უნდა დაინახოს რისი გაკეთება შეუძლია ერთ ქალაქს ამირჩიონ და ხელისუფლება ნახავს აი იმას რისი გაკეთება შეიძლება ქალაქში, მაგრამ ვიმეორებ რომ ალბათ შეეშინდებათ მათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით ყველაზე საუკეთესო და ძლიერი, ჩვენ ვიქნებით როგორც მერი, ასევე ქალაქი იქნება გამორჩეული და მე თუ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ესე იგი ხელისუფლებას ეშინია ძლიერის, თუ ძლიერის გეშინია, შენ არ შეიძლება იყოს ხელისუფლება და მაისადები ჩვენ სხვა გადაწყვეტილება გვიქნება მისაღები. მე ქუთაისელებს ვეუბნები, ნუ ფიქრობ ჩემზე, იფიქრეთ ქუთაისზე. მე ჩემს ნათესავს და მეგობარს ყველას ვეუბნები. მე ხმის მომცემა არ მინდა თქვენგან არავისგან. ვისაც უკეთესი პროგრამა ექნება, იმას